საღამომშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. კადრები მომავლის ფილმიდან. თუ რატომ დავარქვი ამას ასე, თქვენ მიხვდებით გადაცემის მსვლელობისას რა თქმა უნდა. ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 26 მაისისათვის მიდის გამალებული მზადება. ემზადება ორი მხარე. პირველი საქართველოს ხელისუფლება, მეორე დასავლეთის აგენტურა. ორივე ემზადება, რა თქმა უნდა, თავისებურად, ორივეს თავისი მიზანი აქვს და თავისი დამოკიდებულება აქვს ამ დღესთან. ნახოთ, როგორ იწყება საინფორმაციო გამოშვებები. დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირველი რეპეტიცია გამართეს. სამხედროების მონაწილეობით ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და სერგო ჯანელიძე და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალწვეულებმაც, რომლებიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცდადებენ. ესეთი არის ოფიციალური სამზადისი საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით. მე ვთქვი წეღან დამოუკიდებლობის დღე მეთქი. დამოუკიდებლობის დღე გვაქვს, მაგრამ დამოუკიდებლობა არ გვაქვს. ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის დღე რომ გვაქვს და დამოუკიდებლობა რომ არ გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ახლა მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე კადრი. დამოუკიდებლობა რომ მქონდეს, რეალური დამოუკიდებლობა, მაშინ არ იქნებოდა ის დამოკიდებულება, რომელიც არის ამ დღის მიმართ და ის სამზადისი, რომელიც დასავლეთის აგენტურას აქვს. 26 მაისია მე მოგიწოდებთ რადიკალიზაციის. ამას სჭირდება მოთმინებაც, თავგანწირვაც, სხერბლის თუ საჭირო იქნება. მე პირადად მომხრევა რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, უნდა მოხდეს ხელისუფლების პარალიზება. თუ ვატყობთ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება სხერბლი გამოიღოს და ამ სხერბლის გეშინია, მიგვაჩნია რომ ეს სხერბლი არ ღირს აი ამ ეტაპზე მე მიმეჩნია რომ ამისთვის მზად უნდა ვიყო. აი ასე, მსხვერპლი უნდა იყოს. მსხვერპლი უნდა იყოს, იმას ნიშნავს, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს, ვიღაცა უნდა შეეწიროს. მაგრამ რას? იმას, რომ დასავლეთის აგენტურამ თავისი გაიტანოს. ანუ დასავლეთის აგენტურამ მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დასავლეთის აგენტურა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ჩანაფიქრი. ასე ღიად, ასე მოურიდებლად მსხვერპლზე, რა თქმა უნდა, ესენი ვერ ილაპარაკებდნენ, მათ უკან რომ არ იყოს ზურგი, სერიოზული ზურგი დასავლეთისა. ანუ ჩვენ მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ ვიყოთ, ასეთი საუბრები არ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საუბრები არის. ესე იგი, ჩვენ დამოუკიდებლები არ ვართ. აი კიდევ ერთი მათგანი აი ამ აგენტურიდან. თუ ძალით ბიზნესა იუანშს არ გავიტანთ, არაფერი არ გამოვა, ეგ უნდა გვესმოდეს. ძალას უნდა დაუპირისპიროთ ძალა. ყველა რომ მიხვდება, რომ ბიზნესა იუანიშვილი უბრალოდ რაღაცა პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ფიზიკურად ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, აი მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. აი ამ ორ კაცს რა ფიზიკური ძალა უნდა გააჩნდეს იმისი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს. რა თქმა უნდა, მათ ვერ ექნებათ ასეთი ფიზიკური ძალა, მაგრამ მათ უკან რომ დგას სახელმწიფოთა ჯგუფი, ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი, აი ისინი აძლევენ ძალას, ისინი აძლევენ თანხებს, ისინი აძლევენ შეიარაღებას, ისინი აძლევენ ძალას და ისინი აძლევენ პირობას, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შემდეგ ესენი მოვლენ ხელისუფლებაში და სახელმწიფო გადატრიალების გამო არავინ არ დაისჯება. დაისჯება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი. საქართველოს მოსახლეობა, მთლიანად საქართველო დაისჯება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდ უბედურებას მოუტანენ ესენი ქვეყანას და ხალხს, ვიდრე მოიტანეს. უკვე დიდი უბედურება მოიტანეს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ უბედურებას გვპირდებიან და ეს ნამდვილად ასე იქნება, თუ რაღაცამ არ დაგვიფარა. თუ აი ამ წნეხს ვერ გაუძელით, თუ ვერ დავიცავით
საკუთარი თავი და საკუთარი სამშობლო აი ამ ძალადობისგან, ძალმომრევებისგან, რომელიც დასავლეთიდან არის ახალისებული და რომელსაც მოხალისეები აქ ჩვენ და სამწუხაროდ ბლომად აღმოაჩნდა. ისე უნდა ითქვას, რომ გარკვეული ბზარი მათ ჯგუფებში უკვე შევიდა, იმიტომ რომ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამ პოზიციას, ძალისმიერ პოზიციას, მსხვერპლზე აგებულ სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებიან. მე არ მივესალმები იმ განცხადებას, რომელიც მის მიერ იქნა გაკეთებული. იმიტომ რომ ზოგადად ამ ქვეყანას ეს არაერთგზის სამწუხაროდ გავლენა აქვს, განსაკუთრებით 90-იან წლებში და არასდროს ეს ქვეყანა ამ რელსებზე არ უნდა დაბრუნდეს. 26 მაისს, როგორც ვიცი, პარლამენტი არ მუშაობს და რა უნდა დავაპიკეტი 26 სწორი მიდგომაა კაცმა რომ თქვას, ეს საერთოდ სწორი მიდგომა არ აქვს აგენტურას, რა თქმა უნდა, და არც ამ ყმაწვილს, მაგრამ აი ეს კონკრეტული პოზიცია, რაც მან ახლა გამოხატა ჩვენს წინაშე, რა თქმა უნდა, არის სწორი. თუნდაც შიშის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ გარკვეული დასკვნებია გაკეთებული წარსულის გაკვეთილებიდან, თუნდაც იმის გამო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას დადებითი შედეგი არც ერთ ქვეყანაში არ მოუტანია, რა თქმა უნდა, თუ ქართველი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მოსყიდული ხარ, დასავლეთის აგენტი ხარ და დასავლეთი ფულს იღწვის ამაში, მაინც რაღაცა უნდა გაგაჩნდეს ისეთი, რომელიც გატყმევინებს იმას, რაც ახლა ამ ყმაწვილმა ბრძანა. როგორ უყურებს ყველაფერ ამას და როგორ აფასებს ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები? გედევან ფოფხაჩოვო ჩერჩეტია ჩაულებრივი ხა, რა თქმა უნდა, ცელობა პროვოკაციების კიდევ ერთხელ მიმეორებ ექნებათ. ხედავთ საადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ამათ ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ქვეყანაზე ფიქრობენ, ხალხის მომავალზე ფიქრობენ და უკეთეს გზებს ეძებენ, ვიდრე პოულობს, თქვათ, საქართველოს ხელისუფლება. ამას ქვია ოპოზიცია, მაგრამ როდესაც გარედან იმართები, როდესაც სხვისი სახელმწიფოს თუ სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურები, ეს უკვე ოპოზიცია არ არის, ეს არის აგენტურა და მათ თავიანთი სახელი უნდა დაავარქვათ. სხვათა შორის, აი ამგვარმა მოქმედებებმა, რასაც ახლა გვპირდება, ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და სინამდვილეში აგენტურა, თავის დროზე უკრაინა მიიყვანა სრულ კატასტროფამდე და კიდევ კარგი რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამას აცნობიერებენ და ამის შესახებ საუბრობენ კიდევაც. ეს არის ერთგვარი წამოწდენები და მათ შორის შემზადების მცდელობები, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მსხვერპლი, რომელსაც გამოიყენებენ შემდეგ, ისევე როგორც გამოიყენეს ეს უკრაინაში 2014 წელს რევოლუციური სცენარის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ეს ნაცადი მეთოდია, აპრობირებული მეთოდია, დასავლეთმა იცის რას აკეთებს, დასავლეთმა იცის ვისი ხელით უნდა ჩაიდინოს და გააკეთოს ეს ბინძური საქმე და ამას იმეორებს საქართველოშიც. ამის გამეორებას აპირებენ საქართველოშიც. სხვათა შორის არა მარტო 26 მაისი ახლოვდება, არამედ ახლოვდება არჩევნებიც, ადგილობრივი არჩევნებიც, რომლის მიმართაც სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს და იცით თქვენ ამ აგენტურას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რას გააკეთებს, მიიღებენ მონაწილეობას, არ მიიღებენ მონაწილეობას, რა გზას დაადგებინ, არ აქვს გადაწყვეტილი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მკვეთრი დავალება არ აქვს მიღებული. რა დავალებასაც მიიღებენ დასავლეთიდან, სწორედ ისე მოიქცევიან და სწორედ იმას გააკეთებენ, მაგრამ ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ ფაქტია, აი ამ შემთხვევაშიც ისინი უკვე ძალადობისკენ იხრებიან, უკვე ძალადობის ელემენტები შემოდის მათ მსჯელობაში და არ გამორიცხავენ, რომ ხალხს ან ასე გააკეთებინებენ, ან ისე გააკეთებინებენ, ერთი სიტყვით იზალადებენ. ხალხს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ საშუალება კიდევ უნდა აუხსნათ ხალხს, იმიტომ რომ არ უნდა მოტყუდნენ, მერამდენს უნდა მოტყუდნენ. არჩევნები არ უნდა ჩავატარებინო. ხალხს არ უნდა მივცეთ საშუალება. მიხვდით ხომ? რას ნიშნავს ეს ნათქვამი? არჩევნები არ უნდა ჩავატარებინოთ. ეს
ეს ყველაფერი არის ძალადობის ელემენტების შემცველი განცხადებები და მარტო განცხადებები არ არის. აქ წამოცდენებთან კი არ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს სამზადისთან, სერიოზულ სამზადისთან, რომელიც მუდმივად ეფუძნება ძალადობას. ისე რაც მე ვთქვი, რასაც დაავალებს დასავლეთი, იმას გააკეთებს აგენტურა მეთქი, ეს გაიმეორა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. რაც უნდათ ის უქნიათ, ასეც და ისეც 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთოდ არ არის საინტერესო ერთმანეთს როგორ დაჭამენ მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ, ხო? მათ აქვთ რა თქმა უნდა შიდა პატარა კონკურენცია, მაგრამ ბოლოს რასაც ეთქვის deep state, იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია. თუ deep state დავალებს, დაიწყობა 4 პარტია და მიიღებს მონაწილეობა. რა თქმა უნდა ასე იქნება. Deep state იქნება თუ მოქმედი ხელისუფლება იქნება დასავლეთის წამყვანი ქვეყნებისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოებისა, რა თქმა უნდა, აქ აგენტურა გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მიიღებს, ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ამაზე რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ერთი რამ არის, როგორ შეიძლება ხმები მიიღოს იმ ძალამ, რომელიც არ არის პოლიტიკური ძალა, მაგრამ პოლიტიკას ეთმასნება და პოლიტიკურ ძალად ასაღებს საკუთარ თავს, აი იმ ძალამ, რომელიც ხვის ინტერესებს ემსახურება. როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ეს ალბათ გამორიცხულია, იმიტომ რომ საზოგადოების როგორი ბნელი ნაწილიც არ უნდა არსებობდეს, ის იმ მასშტაბის და იმ მოცულობის არასოდეს არ არის, რომ ამგვარმა ძალამ გაიმარჯვოს. ესეც ხელისუფლებაში გაცნობიერებულია. როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, კონდეს არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი? დასავლეთის სახელმწიფოებზე ვსაუბრობ და პირველ რიგში რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს გავლენიანი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი და სხვები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ გავლენა იქონიონ, რაღაცა ისე წარმართონ, როგორც მათ ინტერესებში ჯდება და ასე შემდეგ. მაგრამ ევროპაში არიან სახელმწიფოები, რომლებსაც რა თქმა უნდა არავინ არაფერს არ შეეკითხება, თავიანთი მასშტაბის და გავლენის გამო სერიოზულ სახელმწიფოებად მათ არავინ არ თვლის, მაგრამ ისინი უფრო თავგამოდებულები არიან და უფრო თავხედები და აგრესიულები არიან საქართველოს მიმართ და საქართველოს ხალხის მიმართ, ვიდრე ვთქვათ იგივე დიდი სახელმწიფოები. აი ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი ლიეტუა, ეს მოგეხსენება თქვენ ბალტიისპირეთის ის პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენ ლიტვის სახელით ვიცნობდით მთელი ცხოვრება, მაგრამ რომელმაც რატომღაც სახელი შეიცვალა და ლიეტუად მოგვევლინა. ბალტიის ქვეყნები ჩვეულებას არ ღალატობენ და ისევ საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსს უწუნებს და ახალი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს. ასევე აკრიტიკებს იმ კანონებს, რომლებიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო. ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ ვითარებასთან დაბრუნებაა, სადაც ვიყავით. აგრეთვე იმ კანონმდებლობის უკან გაწვევა, რომელიც ზღუდავს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს. თუკი ეს არ მოხდება, ძალიან ცუდი მიმართულებით მივდივართ. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა. მოგეხსენება თქვენ არსებობს შპარგალკის ცნება, ეს არის წინასწარ გამზადებული რაღაცა ქაღალდი, ჩანაწერი, რომელიც ფარულად აქვს მოსწავლეს თუ აბიტურიენტს თუ სტუდენტს ჯიბეში და გამოსვლის დროს იყენებს მას ასევე ფარულად. ვიღაცა მას უმზადებს ამ ჩანაწერს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ შპარგალკის სახელით. აი ეს შპარგალკა საქართველოში რომ არის დაწერილი თქვენ ლექსიკაზე ხომ ატყობთ ამას. ისე ლაპარაკობენ ეს ადამიანები, თითქოს აგერ აი ეს ჩვენი აგენტურა ვესაუბრებაო, იმიტომ რომ ამადგან ჩვენ ეს ყოველდღიურად გვესმის და ისინი თუთიყუშებივით იმეორებენ იმას, რასაც ესენი უწერენ შპარგალკის სახით. შეფასებები როგორია? რას ამბობს თქვა ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი? ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. არის deep state-ის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის ჩვეულებრივი deep state-ის ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეაყენებს ტრადიციულ
მეგობრობას ქართულ და ლიტველ ხალხებს შორის. შესანიშნავია ის რა შეიძლება მის საწინააღმდეგო ხონდეს, თუმცა იბადება საწინააღმდეგო განცდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ჩვენი პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაც სახელმწიფოს ბალტიისპირეთში აქვს დაკარგული დამოუკიდებლობა, ის არ არის სუვერენული სახელმწიფო და არის ერთი დანაყოფი deep state-ისა. ჩვენ ვითომ ანალოგიურ მდგომარეობაში არა ვართ. კი ბატონო, ამ ბოლო დროს გარკვეულ მოძრაობებს ვაკეთებთ, გარკვეულ განცხადებებს ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა სუვერენიტეტი ბოლოს და ბოლოს მოვიპოვოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად არ მოგვიპოვებია, არ მიგვიღია და დღემდე დასავლეთმა არ გვაღირსა არანაირი დამოუკიდებლობა. აი გვინდა რომ მოვიპოვოთ, მაგრამ რეალურად ხომ იმავე დღეში ვართ ჩვენს ჯერჯერობით. და ეს ჩანს იქიდან, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თუნდაც იგივე დასავლეთის მიმართ დღესაც, როდესაც ვხედავთ, რომ დასავლეთმა ჩვენ არც ერთი დანაპირები არ შეგვისრულა, დასავლეთი არც დამოუკიდებლობის, არც ტერიტორიული მთლიანობის, არც ეკონომიკური აღორძინების გარანტი არ აღმოჩნდა ჩვენთვის. ანუ ჩვენთვის არ აღმოჩნდა ის საიმედო დასაყრდენი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცუდი სიტყვა და ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ ვეტენებით. მაინც ვცდილობთ, რომ როგორმე დასავლეთთან დავრჩეთ, დასავლეთში ვიყოთ და აი ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ როგორც ამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს არა აქვთ დამოუკიდებლობა მოპოვებული, ასევე ჩვენც ჩვენ და სამწუხაროდ. ბალტიისპირეთი მეთქი, როდესაც ვამბობ, გულისხმობს სამივე პატარა სახელმწიფოს და აი კიდევ ერთი სახელმწიფო, ეს არის ესტონეთი. საქართველოს საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ქართული ოცნების დიქტატურის პირობებში საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი. აი ასეთი არის ეს განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არაკორექტულია, მიუღებელია საქართველოსთვის და თავხედურია თუ პირდაპირ სახელს დავარქმევთ. მაგრამ ასეა და ამ რეალობას სად გავექცევით. ახლა მე ერთი ყმაწვილი წარმოგიდგინეთ წაღან, რომელსაც მოუწონეს აქციელი იმის გამო, რომ ისევე არ ფიქრობს და ისევე არ აპირებს, როგორც ჩანს, იმოქმედოს, როგორც ის ორი აგენტურის წარმომადგენელი, რომ ნახეთ ძალისმიერი პოზიციებიდან, რომ ელაპარაკება ქართველ ხალხს. მაგრამ იმავე ყმაწვილმა, აი ამასთან დაკავშირებით უკვე აბსოლუტურად მიუღებელი განცხადება გააკეთა, ამასაც მოგასმენთ. გეხმარებიან, რომ შესაბამისი განცხადება მათი მხრიდანაც იყოს გაკეთებული და თავი არ იცნო მიტოვებულად. აი თურმე რას აკეთებენ ეს სახელმწიფოები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ისინი გვეხმარებიან, რომ თავი მიტოვებულად არ ვიგრძნოთ. მაგრამ თვითონ დასახმარებლები არიან ეგ საწოდავები, ჩვენ რატომ გვეხმარებიან, ან როგორ დაგვეხმარებიან, მაგრამ ეს ილუზიები, რომელიც არსებობს საქართველოში და განსაკუთრებით ამ აგენტურაში, რომელსაც ისინი აფრქვევენ საზოგადოებაში და ცდილობენ, რომ მოვყიდონეს როგორც ბაჯაღლო ჭეშმარიტება, რომ თურმე აი ეს სახელმწიფოები ჩვენ დაგვეხმარებიან და თავს მარტო არ გვაგრძნობინებენ. სინამდვილეში ეს პატარა სახელმწიფოებიც, როგორც მათ უკან მდგომი დიდი სახელმწიფოები, ჩვენ მიგვაქანებენ იმ უბედურებისგან, რასაც ქვია თუნდაც იგივე უკრაინიზაცია საქართველოსი, თუნდაც იგივე მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის საქართველოდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ აქ დახმარების ელემენტები არ არის, აქ არის აშკარა მტრობის ელემენტები. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მმართველი პარტიის წარმომადგენელი. საქართველო ვერ დაიმონეს, საქართველო ვერ იქნა გამოყენებული მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც უკრაინასთან მოხდა და ბევრჯერ გვიტყვია, რომ უკრაინიზაცია არ მოხდება, გამწარებულები არიან, რომ ვერ გამოიყენეს საქართველო, ვინ ეკითხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, ძალიან კარგად უნდა გაითავისოს ყველამ, რომ საქართველო არ არის რომელიღაცა ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერონ, ყველა მიხედოს თავის სახელმწიფოს და თავიანთ ქვეყანას.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტა ხმამაღალი განცხადება, მაგრამ თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ მართლ პარტიას და მის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, რომ ასე ილაპარაკონ, იმიტომ რომ სინამდვილეში ის ნაბიჯები გადადგეს, რომლის გადადგმა არ იყო ადვილი. მე უკვე ვახსენე მეორე ფრონტის გახსნა, ისინი ამაზე არ წავიდნენ, ის კი არა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც კი არ შეუერთდნენ თავის დროზე, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ანგრევდა საქართველოს ეკონომიკას. ეს პირდაპირ მიგვაქანებდა მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით. ამ ადამიანებმა, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ შეძლო, რომ დასავლეთის რაღაც ჯოჯოხეთური წნეხისთვის გაეძლო, აი ამ მიმართულებით და არ გადაედგა საქართველოსთვის მომაკვდინებელი ნაბიჯი. ამიტომ მათ აქვთ უფლება, რომ ასეთ ტონალობაში ილაპარაკონ და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შემთხვევაში ბატონ კახა კალაძეს. აი კიდევ ერთი წარმომადგენელი მმართველი პარტიის. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან დაკარგული აქვს, მათ არ შეუძლიათ რომ განცხადებები გააკეთონ ან იმოქმედონ დამოუკიდებლად და ვინ თუ არა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ კარგად თუ რა არის ბოლშევიზმი და როგორი არის გარედან ეგრეთ წოდებული დიდი ძმისგან დავალების მიცემა და ამ დავალების შემდეგ გაკონტროლება რამდენად სწორად ხორციელდება. ზუსტად ესეთივე მცდელობები არის. სამწუხაროდ ხედავთ რომ გარკვეული პირები, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსენ იმ ბოლშევიკებს, რომელსაც ჩვენ 90-იან წლებში უთხარით უარი. როდესაც ბატონმა კახა კალაძემ სწორად ილაპარაკა ამავე თემასთან დაკავშირებით, მე აგერ ახლა თქვენს წინაშე განვაცხადე, რომ ეს სწორი საუბარია და მას აქვს ასე საუბრის უფლება მოპოვებული მთელ მმართველ პარტიასთან ერთად, მის გუნდთან ერთად და ამიტომ მისასალმებელია, როდესაც ეს ადამიანები ასე იქცევიან. სხვათა შორის შინაარსობრივად აი ამ ბატონის გამოსვლაშიც, ბატონი გორდულაძე გახლავთ ეს, ჩვენ არაფერი საკამათო არ გვაქვს დამოკიდებულების თვალსაზრისით, მაგრამ აი ეს ლექსიკა და ანალოგიები, რომელიც აქ იყო მოხმობილი, თქვათ ბოლშევიზმი, ბოლშევიკები, ბოლშევიკური ქმედებები და ასე შემდეგ, რამდენჯერმე გაიმეორო მან ეს სიტყვა ბოლშევიკები, რა საჭიროა ან რა შუაშია ბოლშევიკები. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ დასავლეთზე. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ სწორედ ბოლშევიკების საწინააღმდეგო ბანაკზე. და ამ შემთხვევაში ამ ბოლშევიკების გაუთავებელი ციტირება და ბოლშევიზმის მოხმობა სწორია, გამართლებულია, არ არის სწორი და არ არის გამართლებული. ეს არის მათ ცნობიერებაში დარჩენილი რუდიმენტები, რომლებსაც ისინი ვერ ძლევენ, რომლებსაც ისინი ვერ უძლებენ და მათი მეტყველების დროს ავტომატურად ქვეცნობიერიდან ამოიტყორცნება აი ეს ცნებები, ეს გაგებები, ეს მიდგომები და ამიტომ ბოლშევიკი, ბოლშევიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერ შუაში არ არის ბოლშევიზმი ამ შემთხვევაში. ეს არის დასავლური უბედურება, ბოლშევიზმი თუ რამით დასაწუნი იყო, ამ დასავლეთის მიდგომები არის გაცილებით უფრო ცუდი, ვიდრე ბოლშევიზმი იყო, გაცილებით უფრო საზიზღარი მოვლენა, მათ ფაშიზმი შექმნეს, რომელიც სხვათა შორის ბოლშევიზმს რომ არ დაემარცხებინა, მაშინ ბატონი გორდულაძე ასე რიხიანად და თამამად ვერ ილაპარაკებდა დღევანდელ საქართველოში. თუ რა თქმა უნდა, ფაშისტებს არ მიეყიდებოდა და ფაშიზმის ჭკუაზე არ გადავიდოდა. ამიტომ ეს შეცდომაა და მე ვიტყოდი არა მარტო შეცდომა, არამედ ეს არის დანაშაულის ტოლფასის შეცდომა, იმიტომ რომ ამას ხალხი შეყავს შეცდომაში. ეს არის ცნებების აღრევა. ეს არის საზოგადოების დაბნევა. კი მესმის, რომ მისდაუნებურად მოსდის მას ეს ამბავი, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, დეპუტატი ხარ, საჯარო პირი ხარ და საზოგადოების წინაშე გამოდიხარ, მაშინ ეს ცნებები უნდა დაალაგო და იმის მიხედვით უნდა ისაუბრო. ცოტა გამიგრძელდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ეს ერთადერთი რეციდივი არ ყოფილა, ხშირად ემართებათ ეს დღევანდელ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და ამიტომ მათ უნდა გაასწორონ თავიანთი ლექსიკა, თავიანთი სამეთყველო პოლიტიკური ენა, უნდა გაასწორონ. დასავლეთს თავისი უბედურებები აქვს, როგორც გითხარით, გაცილებით მეტი
ვიდრე ბოლშევიკებს ჰქონდათ. ბატონი ვოლსკი გაგვიზიარებს თავის შეხედულებას. რევოლუციური ბრძოლის ველიდან პოლიტიკურ ველზე დაბრუნება გასაკვირველია ჩვენთვის მისაღებია, რაც არ უნდა ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას. ვითომ მისაღებია ჩვენთვის, თქვენთვის არ ვიცი პირადად და არც მმართველი პარტიისთვის არ ვიცი. იქნებ მისაღებია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის მისაღებია ის ამბავი, რომ ეს აგენტურა რევოლუციური ველიდან, სახელმწიფო გადატრიალების ველიდან, ანუ დანაშაულებრივი ველიდან გადმოვიდეს პოლიტიკურ ველში და იქ გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა, ანუ გაგრძელდეს ის თქვენ მიერ მოგონილი თუ თქვენთვის თავის დროზე თავს მოხვეული უბედურება, რასაც კოაბიტაცია ერქვა. ეს არის მისაღები ქართველი ხალხისთვის? არა. ეს ნამდვილად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის და მე გირჩევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად იყოთ. იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ისეთი, რომელმაც უნდა გაუხანგრძლივოს პოლიტიკური არსებობა დასავლეთის აგენტურას. დამნაშავე ძალას. ძალას, რომელსაც სისტემური დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. და რომლის კონკრეტულ მაგალითებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ იმავე კომისიის ხდომიდან, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საპარლამენტო დროებითი კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ იქიდან იმდენი უბედურება და იმდენი საშინელება გვესმის, რომ კიდევ ამათი გადმოქაჩვა არაკონსტიტუციური სივრციდან კონსტიტუციურ სივრცეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პლუსი არ იქნება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა თქვენი რეიტინგისთვის და მე ძალიან გთხოვთ, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. აი აქ მე მინდა მივადგე ამ კვირის, გასული კვირის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას, ეს დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კონკრეტულად დაკავშირებულია ორი ისეთი პერსონის ურთიერთობასთან, დიალოგთან, როგორებიც გახლავთ ერთის მხრივ კონგრესმენი ბატონი უილსონი და მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, წონიანი წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივანი ბატონი რუბიო. ბატონმა უილსონმა ცნობილმა მექრთამემ, რომელიც ქრთამს იღებს აი ამ აგენტურისგან. იქ არ ვიცი რას აკეთებს თავის ქვეყანაში, მაგრამ ამადგან რომ ქრთამს იღებს, ეს უკვე ნათქვამი ფაქტია, საზოგადოებისთვის დამალული არ გახლავთ. აი ამ მექრთამემ დაუსვა შეკითხვა სახელმწიფო მდივან რუბიოს, რომელიც ეხებოდა საქართველოს. The anti-American Georgian Dream regime in the Republic of Georgia. They rigged the election in Georgia. ანტიამერიკულმა მთავრობამ საქართველოში გააყალბა არჩევნები 26 ოქტომბერს. მოახდინა ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების კრიმინალიზება. ეს რონდელის ფონდის ანგარიშია ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლის შესახებ საქართველოში და ამ ანგარიშს გადმოგცემთ. 200 დღეა თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში. უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახტევინოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით. ჯერ ერთი საკითხი აბსოლუტურად არასწორად არის დასმული დემოკრატიის გადასახედიდან. სადღაც ანტიამერიკულად განწყობილი მთავრობა თუ არის რომელიმე სახელმწიფოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მთავრობა ამერიკელებმა უნდა დაამხონ. ამისი უფლება ამერიკელებს არ აქვს. მათ აქვთ ერთადერთი უფლება, ნებისმიერ მთავრობასთან უნდა იმუშაონ და თუ უარყოფითად განწყობილი მთავრობაა სადმე, შეეცადონ, რომ ის უარყოფითად განწყობილი მთავრობა დადებითად განწყობილ მთავრობად ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ამერიკელების გადადგმული ნაბიჯი შეესაბამება ასეთ ცვლილებას და მეტამორფოზას. აი ეს არის დემოკრატიული მიდგომა, მაგრამ აქ საუბარია სხვა რამეზე. რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ანტიამერიკულად განწყობილი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც აი ამ მექრთამეს ეგულება საქართველოში. აი ასე არასწორად არის ეს საკითხი დასმული, მაგრამ როგორც ვთქვი, უკვე მე რამდენად გავემეორე სიტყვა, ამ მექრთამე არამზადისგან ეს არაფერი
უცნაური და უცხო მოვლენა არ არის, ჩვენ ვიცით ის რას ბოდავს და რას როშავს ხოლმე საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე. ამიტომ ამას მიჩვეულები ვარ და მაინც და მაინც დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, იმიტომ რომ ვიცით რა შესაძლებლობები გააჩნია მას. არც თუ ისე ბევრი, თუმცა რა თქმა უნდა თანამდებობრივად და მდგომარეობით ის მაღალი რანგის ჩინოვნიკი გახლავთ. აქ მთავარი არის ბატონო რუბიოს პასუხი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პასუხი, რომელშიც ჩანს დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა საქართველოს მთავრობის მიმართ. ყოველ შემთხვევაში უნდა გამოჩენილი იყო ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ შეკითხვა ასე იყო დასმული. ახლა მოусმინოთ ბატონ მარკ რუბიოს. Going back to what I said earlier in my opening statement. დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესი ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონალურ ბიუროებს და ადგილობრივ ოფისებს, რათა მათ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. And the Iranian influence has continued to grow. აი ასეთი იყო პასუხი ამ კაცისა, რომელიც როგორია, ცოტა ბუნდოვანია, ცოტა გაფანტულია, ცოტა ზოგადია. ანუ მიკიბულ-მოკიბული პასუხია. ზუსტი პასუხი მას არ გაუწია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიტყვით, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიმართ არის ან დადებითი, ან უარყოფითი. მაგრამ თუ საკითხს ოდნავ სხვა კუთხით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ამდენი მიკიბ-მოკიბვა მაშინ სჭირდება პოლიტიკოს თუ სახელმწიფო მოღვაწეს, როდესაც რაღაცას მალავს. დადებითი დამოკიდებულება, დადებითი პოზიცია, დადებითი განწყობილება საქართველოს მთავრობის მიმართ თუ კი ასეთი რამე არსებობდა, მას რატომ უნდა დაემალა? ამისთვის არგუმენტი თითქოს არ არსებობს, მაგრამ მას არ სურდა პირდაპირ ეთქვა მისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, უпростоრად მისი კი არა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და ამის გამო არჩია ეს მიკიბულ-მოკიბული პასუხი. მე მაგალითად უფრო უარყოფით განწყობილებას ვხედავ ამაში, ვიდრე დადებიც, რომელსაც ის მალავდა. ამ განწყობას მეც და თქვენც ალბათ გაგიძლიერებთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი კვირის წინ მოვისმინეთ, წავიკითხეთ წერილი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. წერილი, რომელიც გაჟღენთილი იყო სასაყვედურო ინტონაციებით. იმიტომ რომ ჩვენ რამდენჯერმე მოგწერეთ, რამდენჯერმე ვცადეთ თქვენთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ თქვენ კონტაქტზე არ გამოდიხართ, ჩვენ არ გველაპარაკებით და ჩვენ ვერ გავიგეთ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართვა. აი ეს თუ უძღვის წინ იმას, რაც ახლა მოვისმინეთ, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კარგი არაფერი უთქვამს ამ კაცს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, პრაქტიკულად მეორე თუ მესამე პირს ამ უზარმაზარ სახელმწიფოში. ამიტომ დაფიქრება გვმართებს, რასთან გვაქვს საქმე, რაშია საქმე. თუკი იმ წერილში, რომელიც ვახსენე, ბატონი პრემიერ-მინისტრი ეუბნებოდა ამერიკის უმაღლეს პირებს, პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, რომ ჩვენ იდეოლოგიური და ღირებულებითი თანმთხვევები გვაქვსო, ანუ ერთ ჭკუაზე ვართო, ერთნაირად ვფიქრობ და ერთნაირად ვაზროვნებთო. ასეთ შემთხვევაში რა უნდა კონდეს დღევანდელ ხელისუფლებასა და მთავრობასთან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას
გასაყოფი და რატომ გვეთამაშებიან კუკუდამალოვანას? ან ის გვითხრან, ან ეს გვითხრან და გაგვარკვიონ რა შეია საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობა არ აგვაქვს. ყველაფერს ერთად რაც მე ახლა ვთქვი, თუ მოუყრით თავს და თუ განვაზოგადებთ ამას, ალბათ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენთვის კარგი არაფერი უთქვამთ. ამას ემატება ისიც, რომ მეხუთე კოლონა დასავლეთის აგენტურა დასავლეთისა, რომელიც ასე მომრავლებულია საქართველოში, გახარებულია აი ამ ფაქტით, ანუ იმითი რაც მოხდა, რაც თქვა ბატონმა რუბიომ და ესეც მიგვანიშნებს იქითკენ, რომ მთავრობისთვის სასიკეთო განწყობილება იქიდან არ მოდის. აი ახლა მოვუსმინოთ მაგალითად ბატონ ჯაფარიძეს. პირველად ითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რომ მიმდინარეობს აქტიური შეფასება იმ შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლება მიაყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს მნიშვნელოვან ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობის ყოფნამ. რუბიოს განცხადება ამ თვალსაზრისით არის ძალიან კაფიო, მნიშვნელოვანი გზავნილი და ფიქრობ ამას მოყვება უკვე შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები და განცხადებები. რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობის მიერ ამერიკის ინტერესებისადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში ეს ანტიამერიკული მთავრობა გადაიხდის დიდ საფასურს. აი ასეთი არის გახარებული კაცის პოზიცია და ის რაც ახარებს აი ამ ბატონ ჯაფარიძეს, ის როგორ შეიძლება გასახარელი და კარგი იყოს ქართველი ხალხისთვის. ეს ერთმანეთს გამორიცხავს ავტომატურად. არ ჩაუღრმავდები ახლა ამას, რატომ? მაგრამ თქვენ იცნობთ ამ ბატონს, იცით მისი გუნდი, მისი დამოკიდებულებები, განწყობილებები და აქედან გამომდინარე, რაც მას უხარია, ის არ შეიძლება, შეუძლებელია ქართველი ხალხისთვის იყოს სასიხარულო. ამიტომ ცუდი იმპულსები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამწუხაროდ. ეს კაცი იმაზე წუხს, რომ ამერიკას არ მიადგეს ზიანი საქართველოსდანო. იმას კი არ წუხს, რომ ჩვენ ქართველებს საქართველოს არ მოგვადგეს ზიანი ან ამერიკიდან, ან ევროპიდან, ან რომელიმე სხვა გეოგრაფიული წერტილიდან. არა, პირიქით ჩვენგან არ უნდა მიადგეს ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის ამათი მუცლის გვრემა, ასე ვთქვათ. აი კიდევ ერთი თქვენთვის კარგად ცნობილი ბატონი. ეს ნიშნავს იმას, რომ მეგობარი აქტის მიღებაც გადაწყვეტილია სენატში და ხელმოწერაც პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი იქნება სრულად და ბოლომდე მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო პასუხი გვინდა თუ არა აქ ანტიდასავლური ხელისუფლება, საბოლოო პასუხი უпростоრად არის ჩვენი გასაცემი და ჩვენი მეგობრები ამ პასუხის გაცემისას ჩვენ გვერდში იქნება. კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის ისტორიაში პირველად თუ არ მეშლება და არ ამგონია რომ მეშლებოდეს, გაჩნდა ტერმინი ანტიამერიკული მთავრობა. ეს არავის არ უთქვამთ. რამხელა ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შუქურა ამართლა ამ რეგიონის ყველა თვალსაზრისით, რომ ანტიამერიკული მთავრობა თქვენს პირველად ჩვენზე თუ ამერიკიდან მოდის ანტიქართული განწყობილებები, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას რომ კონდეს ანტიამერიკული განწყობილებები, ამაში ტრაგიკული არაფერია. ტრაგიკული ის არის, როდესაც რეალობა აცდენილია ერთმანეთს და საქართველოს ინტერესები არის ჩაწიხლული და ასე ვთქვათ, მეორე ადგილზე გადაწეული, უკანა პლანზე გადაწეული. აი ეს არის ტრაგედია. სხვათა შორის ამგვარი ტიპების არსებობა საქართველოში არის ეროვნული ტრაგედია. მით უმეტეს თუ ამგვარ ტიპებს ეძლევათ სამოღვაწეო ასპარეზი და ისინი ყოველდღიურად ტრიალებენ საზოგადოების თვალწინ. აი ეს არის ტრაგედია და რა ის რაც ამ ვაჟბატონს ტრაგედიად მიაჩნია. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც აფასებენ ყველაფერ ამას. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, რომელიც მათი უსაფრთხოების მთავარი ქვაკუთხედი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი არის მათი სახელმწიფოს მტერი და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება მათთან, ასე ვთქვათ, კონტაქტების დამყარებას და მათთან ერთად მუშაობას და მათი გავლენების ასე ვთქვათ, გაზრდას
ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რა თქმა უნდა, მათთვისაც ასე ვთქვათ, აღიქმება მტრად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკა ჩამოყალიბდება დღევანდელი ანტიამერიკული ხელისუფლების წინააღმდეგ. ორჯერ იყო ნახსენები ქართული ოცნება, როგორც ანტიამერიკული ხელისუფლება მნიშვნელოვან რეგიონში. ამაზე ნათელი, გასაგები და პირდაპირ გზავნილი რთული წარმოსადგენელი არის. და ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, სასანქციო წინაშე ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ქმედებებს, კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ დავინახეთ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ძალიან ნათელ გზავნილებს. კი, მაგრამ ამ ადამიანებს ხომ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ის მთავრობა, ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ჩვენი მიზანი, ჩვენი ვექტორი, ჩვენი მიმართულება არის ნატო, არის ევროკავშირი. აი ასეთი მიზანი გვაქვს ქართულ ხალხს, სრულიად არაკონსტიტუციური გაგება, მაგრამ ამ ხელისუფლებამ და ამ მთავრობამ, აი დღეს არსებულმა ქართული ოცნების მთავრობამ და ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი გააკეთა კონსტიტუციაში. როგორ შეიძლება ასეთ მთავრობას და ასეთ ხელისუფლებას სწამებდე იმას, რომ ის არის ანტიამერიკული და ანტიდასავლური. როგორ ხდება ის, რომ ის ხელისუფლება და ის მთავრობა, რომელიც ასეთ ნაბიჯებს დგამს დასავლეთის მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ სილას აწნავენ სახეში, პანგურს ურტყამენ ამ მთავრობას და ამ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, დღემდე თავს მოიაზრებს პროდასავლურად. დღემდე დასავლეთის ხიბლისგან და დასავლეთის ცდუნებისგან ვერ თავისუფლდება. როგორ შეიძლება ეს ადამიანები მიიყვანო იქამდე, რომ ისინი შემდეგ დაადანაშაულო ანტიამერიკულ განწყობილებებში. ასე რატომ არ სწონს საკეთს? რაღაცაშია საქმე, რაღაცა არასწორი იმპულსები მოდის დასავლეთიდანო, მაგრამ არა, საქმე იმაშია, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. ყველა შემთხვევაში. რა დავალებაც, რა დირექტივას, რა მიმართულებაც არ უნდა წამოვიდეს დასავლეთიდან, ჩვენ ცალ ფეხზე დამდგარი უნდა დავხვდეთო, ასეთი ღარიბი მხატვრულობით, მაგრამ მაინც მხატვრულობით გამოხატა ერთ-ერთმა ამათნაირმა ასე მოაზროვნე აგენტურის წარმომადგენელმა საქართველოში. აი ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის ის უბედურება, რაც საქართველოს ჭირს, რომ ღირსება აქვთ დაკარგული ადამიანებს. და ეს ღირსება დაკარგული ადამიანები ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას მეტნაკლებად, მაგრამ მაინც წარმართავენ. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ დასავლეთის აგენტურის მეხუთე კოლონის ერთი მამალი წარმომადგენელი, მართალია დედალია, მაგრამ მამალი წარმომადგენელია, მათ იციან, როგორ შეიძლება სქესის აღრევა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ეს დედალი სინამდვილეში მამალია. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ამერიკელი პოლიტიკოსებისგან, კონგრესმენებისგან, სენატორებისგან შეფასება, რომ დღეს საქართველოს ყავს ანტიამერიკული, პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლება, თუმცა რუსული ოცნების წევრები ყოველთვის პროპაგანდირებდნენ, რომ ეს არ წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტისგან არის მოდა ასეთი შეფასებები, დღეს მათ ეს პასუხის მიიღეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ღიად დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. მან ასევე ახსენა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ყველა ზომას იმისთვის, რომ ფასი გადაიხადოს ანტიამერიკულმა მთავრობამ. აი გახარებული მამალი წარმომადგენელი დასავლეთის აგენტურის. გახარებული რატომ არის გახარებული? იმიტომ არის, რომ ისეთი პირი უჩანს საქმეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ შესაძლებელია წამოვიდეს ის იმპულსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო გადატრიალების გზით ამათ მობრუნებას ხელისუფლებაში. აი, ამიტომ არის ეს გახარებული, მაგრამ ქართველი ხალხი ამითი გახარებული უნდა იყოს თუ გაუგებრობაში უნდა იყოს, გაურკვევლობაში უნდა იყოს, რატომ ხდება ასე და იმის ახსნას ცდილობდეს, იმისი ანალიზს ცდილობდეს
თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. სხვათა შორის მე ვახსენე რომ აი ძალიან ბუნდოვანი და გაფანტული იყო მეთქი ბატონ რუბიოს პასუხი დასმულ პროვოკაციულ შეკითხვაზე. ეს მარტო მე არ მithქვამს, ეხლა მოისმენთ ამასთან დაკავშირებითაც. რუბიოს განცხადება იყო ძალიან ბუნდოვანი, მან არც საქართველოს არ დაასახელა, არც ქართული ოცნება, მან თქვა მთავრობა, რომელიც აკონტროლებს მნიშვნელოვან, მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს, ხო, ეხლა რას გულისხმობდა ის, რა თქმა უნდა, მეტი სიცხადე არის ამასთან დაკავშირებით. საჭირო და სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენც მოქმედი ადმინისტრაციისგან, ბატონო პრემიერის ბოლო ღია წერილი ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვჭირდება სიცხადე ჩვენ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს სრული თანხმედრა ღირებულებებით ნაწილში, სოფხედულობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში. შესაბამისად, ჩვენ ვერ ხედავთ რა უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი რეალური პარტნიორობის. თითქოს სწორად არის საკითხი დასმული, მაგრამ ღრმა ანალიზი არ არის, იმიტომ რომ გვაქვს ეს თანმთხევა ღირებულებით იდეოლოგიური და ასე შემდეგ, არ გვაქვს გარკვეულ ნაწილში. მაგრამ ამერიკელებისთვის მთავარ ნაწილში არ გვაქვს საქმე. ის არის, რომ საქართველოსგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ მიიღო რუსეთთან მეორე ომის, მეორე ფრონტის გამხსნელი მთავრობა. აი ეს არის პრობლემა და როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ deep state-თან ბრძოლა აქვს გამოცხადებული ახალ ადმინისტრაციას ბატონ ტრამპს და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა ძალაში რჩება. ამაშია საქმე, ამაშია პრობლემა. მათ ეს სჭირდებათ. და არა ის, რომ აქ ვიღაცა ამბობს, მე deep state-ის წინააღმდეგი ვარ. ვიღაცა ამბობს, რომ მე ტრამპს უჭერ მხარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კი არ ჭირდებათ მათ. მათ სჭირდებათ ის, რა მოთხოვნაც მოდიოდა წინა ადმინისტრაციის მიერ და რა მოთხოვნაც, როგორც ჩანს, მოდის. ან წამოვა ახალი ადმინისტრაციისგან. ეს არის ის მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის მტრები. რუსეთთან მტრობა არის ჩვენი საშვი დასავლეთში, ჩვენი სავიზიტო ბარათი დასავლეთში. სხვაგვარი საქართველო. რუსეთთან თუნდაც ოდნავ დამთბარი პოზიციის მქონე საქართველო დასავლეთს არ ჭირდება. მე არ ვამბობ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვლაპარაკობ თუნდაც ოდნავი დათმობაც კი რუსეთის მიმართულებით დასავლეთისთვის მიუღებელი იყო და როგორც ჩანს, ახლაც მიუღებელია. აი ეს არის პრობლემა, რომელიც ბოლოს და ბოლოს უნდა გავაცნობიეროთ. როგორი ხელისუფლება ყავს დღეს საქართველოს? ისევ ბატონი გორდულაძე წარმოსგებობს თქვენს წინაშე. თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება. ამავდროულად ჩვენ უნდა ვნახოთ, არის თუ არა საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება, არა, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან ჰქონდეს თანაბარი სწორუფლებიანი ურთიერთობა. მათ შორის პროვოკაციული კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ჯონ ვილსონმა, რომელიც საქართველოს მიმართ ზიზღით და სიზულვილით არის გამსჭვალული და ეს გამოიხატება საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიცირებით და არა მხოლოდ ამითი, კითხვა იყო ძალიან პროვოკაციული, რომელზედაც პასუხი დიპლომატ შეიძლება გაეცა მხოლოდ ისეთი როგორიც გასცა, რომ თუ ასეთი არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება ჩვენს საქართველოში არ არის, პირიქით საქართველოს ყავს პროდასავლური ხელისუფლება. მოკლედ, დასკვნითი ნაწილი ასეთია, საქართველოს ყავს პროდასავლური ხელისუფლება. საქართველოს 30-35 წელია ყავს პროდასავლური ხელისუფლება. უამრავი რამ შეიცვალა ამ 35 წლის განმავლობაში და უამრავი რამ შეიცვალა აი სულ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც, რუსეთშიც, უკრაინის ომის თვალსაზრისითაც უამრავი რამ შეიცვალა, მაგრამ საქართველოს აი ეს აკვიატებული, ამოჩემებული პროდასავლურობა, რომ ჩვენ ვართ მაინც და მაინც დასავლეთის ნაწილი, მაინც და მაინც მათი სტრატეგიული პარტნიორი და ასე შემდეგ, აი ეს არ იცვლება. ეს არის ჩვენი წყევლაც, ეს არის ჩვენი უბედურებაც
აქედან მოდის ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ყველა ის უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას 30-35 წლის განმავლობაში თავს დააწყდა, მაგრამ მიუხედავად ამისა და მიუხედავად უზარმაზარი ცვლილებებისა, ეს მიდგომა, ეს პოზიცია არ იცვლება და როგორც ჩანს, აი აქ გავიჭედებით ძალიან. იმიტომ რომ საბოლოოდ რომ შეიცვლება გეოპოლიტიკური სისტემა, გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენს ირგვლივ და ჩვენს თვალწინ, მაშინ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომ მერე უკან დასახევი სამწუხაროდ არ გვექნება. ახლა მინდა მოგასმენინოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე პოზიცია ამ რუბიოს ნათქვამთან დაკავშირებით. ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული. კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჯო ვილსონმა. ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არც ერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. სახელმწიფო მდივნის პასუხი დღეს რაც შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები ჩამოყალიბებული არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება. ეს ერთი, რაც შეეხება ანტიამერიკულ ზოგადად ხელისუფლებებს და ფრაზას, თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხის გაცემა დაიწყო, მან ასე ვთქვათ მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე, რაც ჰქონდა კომიტეტზე, ხო დასაწყისზე, რაზე ჰქონდა საუბარი. საუბარი იყო ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და როგორი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები იყოს, ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. კიდევ ერთხელ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე საუბრისას, როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას, ხაზგასმით აღნიშნავს უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიდაც ასევე სრული თანხwebdriver არსებობს საქართველოს ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში და წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი თანხwebdriver არსებობს იდეოლოგიური, პოლიტიკური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ამ ხელისუფლებას უწოდო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას, განცხადებად. ეს იყო კომენტარი, პასუხი ჯო ვილსონის დასმულ კითხვაზე. კარგი დაპატიოსანი, მაგრამ ამ ვილსონის დასმული შეკითხვა იყო ძალიან კონკრეტული. და რატომ არ მიიღო მან კონკრეტული პასუხი? მას კითხეს საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით. რატომ არ უპასუხა მან საქართველოს მთავრობის შესახებ უფრო კონკრეტულად? რატომ არ თქვა, რომ საქართველოს ყავს პროდასავლურად განწყობილი მთავრობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათთან ავაგებთ კიდევ უფრო უკეთეს და კიდევ უფრო თბილ ურთიერთობებს. რატომ არ თქვა ეს? ამაზეა ლაპარაკი, თორემ ხა თქვენ რომ რუბიოს ამართლებთ თუ თავს იმართლებთ, ესეც ბუნდოვანი იყო, ვერ გავიგეთ რომ ამართლებთ. აი ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც გააჩინა რუბიოს ბუნდოვანმა, გეთანხმებით ბუნდოვანმა პასუხმა. აი კიდევ ერთი ნათქვამი ქალბატონ ბოჭორიშვილის. პასუხი იყო ის, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მოქმედებს საგარეო ფრონტზე, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის, ასე ვთქვათ, არც მმართველობებს და არც, ასე ვთქვათ, მმართველობის სტილს. მისთვის თავარი არის ის ინტერესი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ამა თუ იმ რეგიონში. და პასუხებისგან ისიც გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გადახედვის პროცესშია თუ რა ინტერესი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენს რეგიონში. რუბიოს ბუნდოვან ნათქვამს თუ უფრო ბუნდოვნად ავხსნით. ამით რამეს ავხსნით, რამეს გავაგებინებთ ჩვენს მოქალაქეებს, კიდევ უფრო დავაბნევთ, იმიტომ რომ ბუნდოვნება თქვენ სიცხადე უნდა შეიტანოთ და თქვენ ბუნდოვნებას ბუნდოვნებით ხსნით. ცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რაც სამწუხაროდ არ გამოგდით, იმიტომ რომ
პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე თქვენ გინდათ რომ წარმოაჩინოთ. აი კიდევ ერთი პასაჟი ქალბატონ ბოჭორიშვილის ნათქვამიდან. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და ამერიკულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გვერდით ვედექით ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. არის ეს სწორი ნათქვამი? მგონი არა. ჩვენი ინტერესი არ არის ამერიკის ინტერესების გათვალისწინება და ამერიკის ინტერესების გვერდით დგომა. ჩვენი ინტერესი არის ჩვენი ინტერესი, საქართველოს ინტერესი. და ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეთ ყოველთვის, მაგრამ აი ეს ვასალური დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ აქ მარტო ქალბატონ ბოჭორიშვილზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ქართული სცენი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, რომელიც თავიდან ვერ მოვიცილეთ და კიდევ ერთი პასაჟი მინდა შემოგთავაზოთ ქალბატონ ბოჭორიშვილის ნათქვამიდან. საქართველოს ხელისუფლება ზუსტადად საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ის პოზიციები, რა პოზიციებიც ჰქონდათ ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა და იმ მომენტში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესთანაც არის თანხვედრაში, ხო? ბუნებრივია ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს, ჩვენ გვსურს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში მშვიდობა. საქართველოს მმართველმა პარტიამ და მთავრობამ მშვიდობას რომ დაუჭირა მხარი და მშვიდობის სადარაჯოზე რომ დადგა ამისთვის მადლობა. მაგრამ როგორ გინდათ ახლა ეს გაასაღოთ რომ თქვენ ამერიკულ მშვიდობას ზედაკით მხარში. ამერიკის მხარეს თუ დადგებით, თქვენ მშვიდობის მხარეს არ აღმოჩნდებით, იმიტომ რომ ამერიკა არ არის ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც მშვიდობას თესავს. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და რჩება იმ სახელმწიფოდ, რომელიც თესავს ომს, სისხლს, უბედურებას და მსოფლიო მიყავს კატასტროფისკენ. ეს სახელმწიფო იყო ამერიკა ყოველთვის. თუ ტრამპის მოსვლის შემდეგ ამ 3 თუ 4 თვეში რამე იცვლება, ეს მისასალმებელია, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა მშვიდობის სადარაჯოზე დგომით იყო განპირობებულიო, როდესაც გვეუბნებით ქალბატონო მინისტრო, მაშინ უნდა დაგვიტოვოთ უფლება იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ ამგვარ დამოკიდებულებებში. ეს არ არის გამართული ნათქვამი ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა ამ ბუნდოვნებასთან დაკავშირებით რუბიოს განცხადების ბუნდოვნებასთან დაკავშირებით. რატომ ბუნდოვნად? მაშინ როდესაც შეიძლებოდა თქმულიყო უფრო მარტივად, უფრო კონკრეტულად და უფრო გასაგებად. ამისი მაგალითი ჩვენ გვაქვს. როდესაც ამერიკელები ვიღაცას მხარს უჭერენ, ისინი ყოველგვარი მოკიბვის გარეშე აცხადებენ ამის შესახებ და ბეჭედსაც უსვამენ. ასე გააკეთა თავის დროზე ბატონმა ტრამპმა საქართველოსთან დაკავშირებით. შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ მართლაც თელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში კერპი ხართ. ის საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს. ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია. ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ მსოფლიოში Transparency International-ის თანახმად, ეს ძალიან მაგარია. ასევე მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის ადვილად კეთების კუთხით და რაც ოდნავ მაღელვებს, ნომერ მეორე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. მოვალ წელს ამ საკითხშიც იქნება საქართველო ნომერ პირველი. საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში განხორციელდა. ის 7 წელია, რაც პრეზიდენტია. 1 წლის წინ ვიდრე ჩვენ დავმეგობრდებოდით, მე ვკითხულობდი მის შესახებ მხოლოდ იმას, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი საქმე გააკეთა და შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინა. არ მინდა ეს პოლიტიკურად ჟღერდეს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონებრივი სიძლიერე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოში. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელიც უპრეცედენტოა იმით, რაც მან საკუთარი ქვეყნისათვის გააკეთა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აი რას ქვია მხარდაჭერა და რას ქვია პირდაპირი განცხადება. ასე იციან ხოლმე ამერიკელებმა. ეს ძველია რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ასე იქცევიან. ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ტრამპი. ბატონ ტრამპსაც, ბატონ რუბიოსაც და კიდევ სხვა მაღალ ჩინებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეეძლოთ ასე გამართულად ეთქვათ, თუ კი ისინი მოინდომებდნენ, თუ კი ისინი ისევე დადებითად იქნებოდნენ განწყობილი თქვენს მიმართ, როგორც თავის დროზე ბატონი ტრამპი იყო განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ და სამწუხაროდ ეს რეალობა არ გვაქვს. გვაქვს სხვა ამისი საპირისპირო რეალობა, ამას თვალი უნდა გაუსწოროთ და აქედან გამოსავალი უნდა ვეძებოთ. ახლა ვიდრე სხვა თემებზე გადავიდოდე, მინდა ცოტა ამოგასუნთქოთ და შემოგთავაზოთ ფსიქიატრიის რენტგენი. მე-13 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. თითქმის 30 წლიანი კვლევის შედეგად მივედი ასეთ რეალობასთან, რომ დედამიწაზე მიწისძვრებს იწვევს როგორიღაცა ვეშაპი, ან კუ, ან და ისინი ცაცალკე მოქმედებენ, ან შეიძლება ერთი მექანიზმია. 30 წელი უკვლევი ამ კაცს მიწისძვრის საკითხი და მისულა იმ დასკვნამდე, რაც თქვენ მოისმინეთ. ვეშაპი, კუ, ან ცალცალკე, ან ერთად იწვევენ მიწისძვრებს. მე არ ვიცი, ჩემთვის ცოტა საეჭოა ეს მისი მეცნიერული დასკვნა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. სხვათა შორის ჩვენც მთელი საქართველო 30, ცოტა უფრო მეტი, 35 წელიწადია რაღაცას ვიკვლევთ, რაღაცის გარკვევაში ვართ. და ჩვენც ხომ არ დავდეთ ანალოგიური შედეგი ჩვენი გამოკვლევისა, რომ ჩვენ გვიხსნის დასავლეთი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია დასავლეთი და საქართველოს ბედნიერება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს კეთილდღეობა კიდია დასავლეთზე. აი ეს დებულება ისევე ხომ არ ჟღერს, როგორც გაჟღერდა აი ამ ფრიად პატივსაცემი კაცის მიერ გამოკვლეული დებულება, რომელიც მან მოგვახსენა. ამ ასე ვთქვათ ჟანრიდან მე-12 ადგილზე გასული ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. ვინ არის ჩაკაფულისთვის შექმნილი? ვინ არის ყველაზე გებრიელი? ვისგან გამოვა ყველაზე მაგარი მწვადი? მე რა თქმა უნდა არაფერს ვერჩი ამ კეთილ კაცს, არც იმ ცხრებთან მაქვს რამე გასაყოფი, ამ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზე იდგა, მაგრამ თუ ალეგორიულად გამოვიყენებთ ამას საქართველოსთან მიმართებაში, რაც ახლა ვნახეთ, ჩვენც ასე ხომ არ მოგვივიდა. თქვენ ხომ არ უნდა იყოთ პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. გვეუბნებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ ვეუბნებით. მე დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ. გვეუბნებიან თქვენ იქნებით თუ არა ჩვენი ღირსეული დასაყრდენი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ჩავიდენთ ბოროტებას, ჩავიდენთ ცუდ საქმეებს, გავაკეთებთ ბევრ უზნეო რამეს თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ხალხისთვის იქნებით, ვინ იქნება ჩვენი მხარდაჭერი ასეთ შემთხვევაში. და როგორც ცხრები 35 წელია ჩვენს პასუხობთ მე და მეო. აი ეს ალეგორიაც ვთქვათ რომ დაიმახსოვროთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მე-11 ადგილზე გასული ვიდეო. არჩენილია ეხლა უკვე ჩვენ ვართ რუსეთში, კრემლი აქ არის თავისი ინსტრუქტორებით, ჩვენზე მიდის არანორმალურად ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც იცით რა, აი სასწორზე დავდებდი, ბომბიცვივა თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიკეთებ, აი ასაწონია რა. იმიტომ მაგალითად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე ჩავარდნილები, იმდა რომ ზოგჯერ სიტყვებს ვერ პოულობ, რომ მინდა გითხრა სიტყვა და იმ სიტყვას ვერ პოულობ.
მე არ მეგონა ქალბატონ გრიგოლიასთან რამე საერთოდ თუ მექნებოდა, მაგრამ აღმოგვაშთა საერთო, ეს არის პაციენტი. ამ შემთხვევაში ქალბატონ გრიგოლიას პაციენტი არის ჩემი პაციენტიც, აი ამ რუბრიკის პაციენტიც. ჩვენ და სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ გრიგოლიას, აქ მას ხმა არ ამოუღია, მოდი ახლა ხმა მოვაღებინოთ. ველოდებოდი რომ რაღაც ეგეთ სიგიჟეს გამოუგდებდნენ, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში როგორი არანორმალური სიტუაცია, ჩემზე კარგად თქვენ ხედავთ. გადაცემებში ბევრჯერ როცა ვახსენებ ხოლმე გასული საუკუნის 37-იან წლებს, მე ჩემს სტუმრებს ვეკითხები ხოლმე, რომ რამეს ხომ არ ვაზვიადებთ, აბა რამეს ვაზვიადებ სინამდვილეში? არა. უბრალოდ 21 საუკუნეში გვაქვს ის 37-იანი წლების რეპრესიები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ყოველი ჩემი დღე იწყება ასე, რომ ვიღაცა სახლში შეუვარდნენ, ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც დააჯარიმეს, ვიღაც გაჭკრიკეს, სიგიჟეში გვაცხოვრებს ოლიგარქი. ქალბატონო ინგამ თავისი ეს პატარა მონოლოგი დაიწყო სიტყვა სიგიჟით და დაამთავრა სიტყვა სიგიჟით. ნუ ეს მისი არჩევანია, ვთქვათ ის სიგიჟის გვერდით არის თუ სადაც არის, მაგრამ მას მინდა ერთი რამე შევახსენო, როგორც ჟურნალისტს. მან რამდენჯერმე გაიმეორა 37-იანი წლებიო. ასეთი ცნება არ არსებობს, ინგა განაცვალოს ჩემი თავი. არსებობს 10-იანი წლები, 20-იანი წლები. ის, რასაც შენ 37-იან წლებს უძახი, არის 30-იანი წლები. ასეა ქართულ ენაში, ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცა დაგაკლო მასწავლებელმა სკოლაში. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა ის მასწავლებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა საყვედური უთხრა მას, იმიტომ რომ ვერ გასწავლა ეს ელემენტარული რამ. სხვათა შორის, რა კი მასწავლებლებზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა ერთი სრულიად განსხვავებული ჟანრიდან წარმოგიდგინოთ ერთი ვიდეო, ეს გახლავთ მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. მე მაგალითად რომ მკითხო რუსთაველში აი თვითონ ის რა ქვია ვეფხისტყაოსანში ის რომ ეს სამი იდიოტი კაცი ავთანდილი ტარიელი და ის მესამე რა ერქვა ფრიდონი წავიდნენ ვიღაცა ნაშის გამოსახსნელად როცა ავთანდილი იყო საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ტიპმა მიატოვა კაროჩე გაეპარა მეფეს გაეპარა რეალურად ეხლა ხო გესმის როგორი პონტი ეხლა უცებ რომ პრემიერ-მინისტრი მოგვიტყდეს და კაროჩე წავიდეს სადღაც იომოს ეგეთი პონტი იქნება რა ხო ასე ხარ და აი რავი რაღაცა გონია რომ ძალიან ცუდია ერთი მტირალა კაცის გამო აი ასეთი ამბების ატეხვა კაი რა სისულელია ხო შეიძლება სხვანაირ ასპექტში წარმოჩენილიყო ძმაკაცობა რა ის სხვანაირად რა გრჯის შვილო საყვარელო ახალგაზრდა რა გრჯის რომ მაინც და მაინც შოთა რუსთაველს მიადექი და მაინც და მაინც ვეფხისტყაოსანს გადაუარე და გადმოუარე და გააუთავე და გამოაუთავე. რა გრჯის, მითხარი. მე არ ვიცი, ვინ ლაპარაკობდა ის არ ჩანს ამ ვიდეოში, მაგრამ ვინც უყურებდა გაბადრული სახით, ღიმილიანი სახით, გაფაციცებული სმენით და გაფაციცებული მხედველობით. ალბათ მასწავლებელია. ალბათ მან ასწავლა იმას, ვინც ლაპარაკობდა ეს სიბრძნე და ის იმეორებდა და ეს უსმენდა ბედნიერი, იმიტომ რომ ყველაფერი აითვისა და ჩამოაყალიბა. აი ასეთი თაობა იზრდება, აი ასეთი დამოკიდებულებები გვაქვს და აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ვეფხისტყაოსნის ანაბანა არ ესმის ამ ახალგაზრდას. აქ მთავარი ის არის, მას ყოფნის თავხედობა, რომ ეს ჩაწეროს და საზოგადოებაში გაავრცელოს. ხედავთ რა მიგნება, რა აღმოჩენა, ტაში უნდა დაუკრათ და ალბათ დაფნის გვირგვინსაც ელის. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მერვე ადგილზე გასული ვიდეო. მაქვს მოლოდინი რომ შესაძლოა თქვენ არ დაგიჭირონ და მგონია რომ ის განცხადება რაც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნისგან რაღაც გარკვეულ ცვლილებებს შეიძლება ეს ჩემი ასე ვთქვათ სურვილია და wishful thinking-ია მაგრამ სწავლობდი შესაძლოა wishful thinking-ია მაგრამ ხათურად მიხარ რაცა ჩვენ ენაზე საინტერესოა ხომ
რა სიტყვა თქვა wishful thinking-იაო ესო. აი ეს უბადრუკი პროვინციალიზმი, რომელიღაც უცხო ენის შემოტანა ქართულ ენაში და რაღაცის გამოყენება, რომ მე იცით, აი მე ფრანციცული ვიცი, ინგლისური ვიცი, გერმანული ვიცი, ევროპული ენები ვიცი და ამითი თავის მოწონება აუდიტორიის წინაშე. უბადრუკი პროვინციალიზმი, რომელიც არ ცხენს ადამიანს, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მან არ იცის, რომ ეს მას როგორც ჟურნალისტს არ ცხენს და აკნინებს. მისდა სამწუხაროდ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მე-7 ადგილზე გასული ვიდეო, ეს მინდა შევთავაზო მიუძღვნა ქართველ ზელენსკისტებს. არსებობენ ქართველი ზელენსკისტებიც. თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თეთრს ავრცელებს. გააჩერა, ვიგო. გააჩერა არჩევის მოწყვილმა. რა გაკეთაკეთა. მივხვდით ხომ რა საინტერესო მონტაჟია ეს ჩვენი გაკეთებული არ არის. ასე მოძრაობს ინტერნეტ სივრცეში, ჩვენ უბრალოდ გამოვიყენეთ იმისთვის თუ რასთან და რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის ეს ზელენსკისტობა საქართველოში უცხოხილი არ არის, ბევრს ჭირს აი ამ პერსონაჟსაც, რომელიც უცხო არ არის ჩვენი რუბრიკისთვის, ესენი აქვს მოსახდელი და აქედან გამომდინარე საუბრობს ხოლმე ჩვენი რუბრიკიდან. დილამშვიდობის. ბევრი რო არ გავაგრძელო საქართველოს დღეს ისეთი სირცხვილი აჭამეს ქოცება, როგორც ისტორიას არ ახსოვს. ერთდროს მეომარი ქვეყანა, განთქმული თავისი გმირული მეომრებით და ომებით, დღეს ტოპ 3-ში მოხვდა ყველაზე მშიშარა ქვეყნების. ანუ ყველაზე მეტად რომელ ქვეყნებს ეშინიათ ომის პირველ 3-შია საქართველო. აი ხა ეგეთ მშვიდობას რამე ფასი აქვს. თელ სოფლიოში ყველამ რომ იცის რომ ამათ ეშინიათ, კიდე მშიშრები არის. ომი კი არა, სახელმწიფოს დაცვა რომ არ უნდათ და ეშინიათ. საკუთარი სახელკარის დაცვა რომ ეშინიათ, აი მაგ 3-ში მოახვედრეს საქართველოს ქოცება. სუპრასთან სვავთ არა კილომეტრი არა ჩვენ წინაპრებს მეომრებ დიდგორზე ხო ადიხარ თოფებს რომ ისვრით სხვის მოგებულ ომს რომ დღეს ასწავლობთ ეხლა კი სხვისი მოგებულია იმიტომ რომ იმ ქართველებთან თქვენ რაფერი საერთო არა გილოცავთ ბრჭყალებში მიაღწიეთ მიზანს საქართველოს გააფარჩაკეთ ნახეთ როგორი დიდაქტიკა, როგორი მცდელობა დამაჯერებლობისა. საქართველოს ომის ეშინია და თურმე საქართველო გაფარჩაკებულია. მე იმ ადამიანის მეშინია და იმ ადამიანების მეშინია, ვისაც ომის არ ეშინია. როგორ შეიძლება ჭკვათამყოფელს, ნორმალურ ადამიანს ომის არ ეშინოდეს, სადაც ხალხი დაიხოცება. ომი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა შეეწირება. ომი, რომელიც დამანგრეველი იქნება ყველა შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას გამარჯვება მოჰყვება. ომის რომ არ ეშინია ის ადამიანი, საშიში ადამიანია თავისი უვიცობით. ჩვენ და სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე. მე-5 ადგილზე გასული ვიდეო. საოსია LGBT-ებით ქართული ოცნება, საოსე, დედასგებისები მართლა ეგრეა, ოღონდ მე არა მაქვს კაცო პრობლემა, რაც უნდათ ის უქნია, ყველაზე დიდი პროპაგანდისტები, ყველაზე დიდი ამ რაღაცის რეკლამის გამკე ეგ ხალხია.
ეგ ხალხია დაწყებული იმით, რა ქვია, ოხანაშვილით გაგზელებული კალაძით. ეგენი არიან მთავარი LGBT-ის პროპაგანდისტები. მთავარი ხალხი ეგ არის. მაგრამ ტელევიზორში ჩართავ თურმე ვიღაცას ფერადი დროშა უჭირავს, ხო. და ყველაზე დიდი ბინძური ხალხი არიან ეგენი. საოცარია ხომ, აი უტიფრობის რაღაც განსაკუთრებულ მასშტაბთან გვაქვს საქმე. აი ეს ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავენ, კვერს უკრავენ იმ უბედურებას, რასაც ეს LGBT ქვია და რასაც ეს გათახსირება და გარყვნა ქვია, ამ ადამიანებს ყოფნით უსინდისობა და უნამუსობა იმის სათქმელად, რომ თურმე ქართული ოცნება პროპაგანდისტი აი ამ საქმის და ქართულმა ოცნებამ თავის დროზე კონსტიტუციაში ეს ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება შეიტანა ის, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ქართული ოცნება წინ აღუდგა ამ საზიზღარ პროპაგანდას და დააკანონა, რომ ეს პროპაგანდა არის დაუშვებელი. ახლა ეს თავხედი მე არ შემიძლია მას შეურაცხყოფა არ მივაყენო. აი ეს თავხედი გამოდის ქართველი ხალხის წინაშე და რასაც თვითონ აკეთებენ. ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიონა თქვა მე ხო? რასაც თვითონ აკეთებენ, იმას უსინდისო დაბრალებს სხვას. აი ეს არიან ესენი. ამათი ნდობა როგორ შეიძლება? ამათი სიახლოვეს ყოფნა როგორ შეიძლება? ამათი გაკარება როგორ შეიძლება? ხელისუფლებისთვის კი არა, გამარჯვების თქმა როგორ შეიძლება? ხელის ჩამორთმევა როგორ შეიძლება? ამათთვის და ამათთან ან სუფრაზე ან სადმე თავშეყრის სხვა ადგილებზე ყოფნა როგორ შეიძლება? უსირცხვილო, უნამუსო უტიფარი ადამიანები არიან ესენი მათ და სამწუხაროდ. მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. მიხეილ სააკაშვილია გასათავისუფლებელი. იქიდან იწყება წყარო. ხალხის წყარო იწყება იქიდან. რატომ არ გჯერათ ეს? ხო დაგიმტკიცათ გურიაში მომხდარმა სტიქიურმა ამბებმა, რომ როცა მიხეილ სათავეში იდგა მართლობის დროს ასე ხალხს არ გაუჭირდებოდა დღეს რო უჭირს. ეს არის თქვენი ვაიუბედურება, რომ თქვენს ტვინამდე ვერ შევიყვანეთ ვერავითარ შემთხვევაში. რატომ გძულთ ასე მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ რომ ზვიადი გამსახურდის გამოცხადება საქართველოს დემოკრატია სააკაშვილმა მოქმედებაში მოიყვანა, ამას არავინ არ ამბობთ. რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანი მოსახლეობით ცოცხლობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანი მოსახლეობის პრეზიდენტი იყო. ამას რატო არასოდეს არ ამბობთ? დაუფასებლობა ძალიან დიდი უმადურობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე კომენტარი არ მაქვს. უძლური ვარ კომენტარი გავაკეთო. ასეთი შემთხვევაა ეს. ახლა სათაური მინდა გაგახსენოთ ამ ფილმი, ამ გადაცემის კადრები მომავალი ფილმიდან, ასე დავარქვი ამ გადაცემას. იმას, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, კადრებია. გთხოვთ შეხედოთ როგორც ფილმის კადრებს, რაღაცა მხატვრულ განზოგადებას. აი ამ თვალით შეხედეთ კადრებს, რომელსაც ახლა ნახავთ. ეს გახლავთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო. და ვიწყებთ ბრძოლას, შესაბამისად 27 მაისს ვიწყებთ ქართული ოცნების ოფისიდან. დეტალებს შეგაწყობინებთ უკვე ერთობის პლატფორმის საშუალებით. თავისუფლება რეჟიმის დღეს! წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა ისტორიული ფილმის კადრებს უყურებთ. ახლა უფრო ახლოს რომ მივიდეთ იმავე თემატიკასთან, კადრები მომავლის ფილმიდან. კიდევ რაღაცა შემოგთავაზებთ. ოლიგარქიას! ოლიგარქიას! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება დღეს! აი ასეთი გახლავთ ეს კადრები, თუმცა არ დაგვიმთავრებია, კიდევ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე კადრი ისევ ამ ჟანრიდან.
აი აქ უკვე ფილმის კადრების გამოვიყენეთ და ხედავთ ალბათ როგორ ჯდება ერთ-ერთში ზომბები, იქ მსახიობები, დადგმული სცენები, აქ რეალობა. ეს არავის და არა, ესეც დადგმულია რა თქმა უნდა, იქიდან მოდის, მაგრამ ეს ფილმი არ გახლავთ, ეს ჩვენი რეალობაა. აი ეს ადამიანები, რომლებიც აი ლანდებივით, მოჩვენებებივით, რომ გამოგვეცხადებიან ყოველ დღე, ყოველ საღამოს ამ რუსთაველის პროსპექტზე, ზუსტად ის ზომბები არიან თავიანთი ცნობიერი შესაძლებლობით, თავიანთი ფსიქიკური მახასიათებლებით და მონაცემებით, როგორც ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები და ეს ყველაფერი ვინმე ნიჭიერმა რეჟისორმა, მომავლის რეჟისორმა შესაძლებელია რაღაც კარგაში, ხატრულ კარგაში ჩასვას და გამოიყენოს როგორც კადრები, სხვათა შორის დიდებული კადრები იქნება თუ სწორად იქნება ეს ყველაფერი დანახული. ეს გახლავთ პირველ ადგილზე გასული ვიდეო, ამით დავამთავროთ ფსიქიატრიის რენტგენი და გადავალთ თემაზე, რაც შეეხება პუტინსა და ტრამპს შორის გამართულ სატელეფონო დიალოგზე, რომელიც ამ კვირას შედგა და რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონის მშვიდობისათვის, არამედ საერთოდ მსოფლიო მშვიდობისათვის. მას ასე ვნახოთ, როგორი იყო შეფასებები მას შემდეგ, რაც ამ ორმა ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა სატელეფონო დიალოგი გამართა. ბატონი ტრამპი. ფიქრობ გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. იქ საშინელი სიტუაციაა. ყოველ კვირას 5000 ახალგაზრდა იღუპება. ასე რომ იმედია რაიმეს მოვიმოქმედებთ. ფიქრობ რაღაც მოხდება. გეტყვით რომ ძალიან დიდი ეგოებია ჩართული, მაგრამ ფიქრობ რომ რაღაც მოხდება. აი ასეთი იყო პირველი რეაქცია, საჯარო რეაქცია, რომელიც გამოხატა ბატონმა ტრამპამ დიალოგის შესახებ, მაგრამ აი თუ ეს რაც მან ივარაუდა არ მოხდება, აი ასეთ შემთხვევაში როგორც წარიმართება საქმეო, ისევ ტრამპს მიცეთ სიტყვა. და თუ ეს არ მოხდება, მე უბრალოდ უკან დავიხევ და მათ მოუწევთ გააგრძელონ. ასე განაცხადა ბატონმა ტრამპმა, რას ნიშნავს ეს? მე უკან დავიხევ და მათ მოუწევთ გაგრძელებაო. ეს ძალიან ცუდი ნათქვამია. ეს არის ნათქვამი, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს სურს მშვიდობის მყოფელის როლი მოირგოს და ასეთივე როლი მოარგოს მის ქვეყანასაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. აი ამ უბედურებაში, რაც დატრიალდა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით და მონდომებით უკრაინაში. აქედან ვერ გაანთავისუფლებს ვერც ტრამპს და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებს ის ამბავი, რომ ეს ბაიდენის დროს მოხდა, რომ მაშინ სხვა ადმინისტრაცია იყო და ასე შემდეგ. ეს არ ანთავისუფლებს ხალხს და ქვეყნებს და სახელმწიფოებს პასუხისმგებლობისგან, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თუ იყო, ის ბაიდენი ამერიკელი ხალხის არჩეული იყო. და ის, რაც დანაშაულად ეთვლება ბაიდენს, დანაშაულია ამერიკელი ხალხისა და ამერიკული სახელმწიფოსი. ასე რომ ტრამპი ამით ვერ დაიძვრანს თავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ცდილობს, რომ მშვიდობის ყოფელის მანტია მოისხას და ასე წარსდგეს მსოფლიოს წინაშე. და კიდევ ერთი პასაჟი ტრამპის შეფასებიდან ამ დიალოგის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციას უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ჩვენ, რადგან წინა ადმინისტრაცია ძალიან მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით ჩართული, ჩვენ ფულის თვალსაზრისით გაცილებით მეტად ჩავერთეთ ვიდრე ევროპა. დიდი ფსონი გვაქვს და ფინანსური თანხა, რომელიც იქნა გამოყოფილი, უბრალოდ გიჟურია. ეს გიჟურია. გიჟურია, სიგიჟეა, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ტრამპს. ვეთანხმები იმაშიც, რომ უზარმაზარი ფული, უზარმაზარი თანხები ამაში ჩაყრილი და ვეთანხმები იმაშიც, რომ უზარმაზარი შეიარაღება ამაში ჩაყრილი და აქედან გამომდინარე არ ვეთანხმები იმაში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასე მარტივად შეუძლია თავის დაზრონა აქედან. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ევროპასთან და ევროპულ ლიდერებთან ერთად. სხვათა შორის, ევროპელი ლიდერებისგან მოყვა შეფასება ამ სატელეფონო საუბარს. მოდით მოვისმინოთ. ეს გახლავთ სიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩვენ 3 წელზე მეტია ომის ჩრდილში ვცხოვრობ და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოუწოდებთ ბრიუსელს არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე. აი ასეთი ეს პოზიცია, სწორი გამართული პოზიცია, მოგახსენებათ უნგრეთის პოზიცია, მოგახსენებათ ორბანის პოზიცია და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, რა თქმა უნდა, სწორად ლაპარაკობს, რომ ევროპამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმას, რომ მშვიდობიანად განვითარდეს პროცესები, ანუ ომი გადავიდეს მოლაპარაკების და მშვიდობის რელსებზეო, მაგრამ სამწუხაროდ ევროპაში ბევრი არ არის ასეთი სახელმწიფო და ასეთი ლიდერი, რომელიც ასე განაცხადებს. არიან სხვაგვარად მომართული ლიდერები, მაგალითად გერმანიის კანცლერი. ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ. მოსკოვზე ზეწოლა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა და ასე შემდეგ ეს არის დღესაც გერმანიის ახალი კანცლერის ყოველშორის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად არ არის სწორი პოზიცია. აბსოლუტურად, მე ვიტყოდი, მცდარი კი არა, დანაშაულებრივი პოზიცია. და აი ამ მიმართულების კიდევ ერთი თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი კაია კალასი. ჩვენ 27-მა წევრმა ვთქვით, რომ მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა ამას 60 დღის წინ დათანხმდა. შევთანხმდით, რომ თუ რუსეთი არ დაითანხმება იმას, რაც გუში ვნახეთ, მეტი ზეწოლა იქნება. დღეს სანქციების მე-17 პაკეტზე შევთანხმდით, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას მომდევნო უფრო ძლიერ პაკეტზე, რათა ვაიძულოთ რუსეთი დათანხმდეს მშვიდობას. მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარის სურვილია საჭირო. ომის სურვილს ერთი მხარეც ყოფნის და რუსეთს ნათლად სურს ომი, მაშინ როცა უკრაინელებს მშვიდობა უნდათ. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რუსეთს კი არ სურს ომი. რუსეთს თქვენ ამერიკელებმა და ევროპელებმა მოახვიეთ თავს ომი უკრაინაში. თქვენი ბინძური გადაწყვეტილებებით, თქვენი აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებებით და ძირგამომთხრელი საქმიანობით რუსეთის საზღვრებთან თქვენი ბინძური ნატოს შეიარაღების მიტანით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თქვენ გააკეთეთ. თქვენ გააკეთეთ იმითი, რასაც წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში აკეთებდით უკრაინაში. ხოცავდით, დაძდევდით და ხოცავდით რუსულენოვან მოსახლეობას, რუსი ეროვნების მოსახლეობას. თქვენ რუსოფობია აქციეთ იმ ინსტრუმენტად, რა ინსტრუმენტიც ჰქონდათ, თქვათ, გერმანელებს ფაშიზმის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს. მას ერქვა ჰოლოკოსტი, მას ერქვა ებრაელების სიძულვილი. აი ეს თქვენ უბრალოდ გადაამისამართეთ, თორემ აბსოლუტურად უცვლელი დატოვეთ. და ახლა რუსოფობია არის თქვენი სახელმძღვანელო, თქვენი პროგრამა, რამაც მიიყვანა ომამდე, იმ მასშტაბის ომამდე რეგიონი, რომ დღესაც არ არის გამორიცხული საშიშროება და კატასტროფა იმისა, რომ ეს ყველაფერი გლობალურ ომში და ბირთვულ კატასტროფაში გადაიზარდოს. აი ეს თქვენი გაკეთებულია. ახლა მინდა გაგახსენოთ, რა გააკეთეთ, რა ჩაიდინეთ თქვენ ოდესაში პროფკავშირების სახლში, აი მცირე კადრები. ადამიანები ხტებოდნენ ამ ალმოდებული შენობიდან, იძულებული იყვნენ რომ გადმომხდარიყვნენ და თუ ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა მას შემდეგ რაც გადმოვარდებოდა სიმაღლიდან, თქვენ მას ადგილზე ხორეტდით. ეს მარტო უკრაინელები კი არა, ეს თქვენი ყავით, ევროპელები და ამერიკელები, რომელიც ამ პოლიტიკას ნერგავდით, ამ პოლიტიკას თესავდით და ამ სიბინძურის ავტორებიც ხართ და აქტიორებიც ხართ და შემსრულებლები ხართ. ეს თქვენ ახართ, თქვენ მოახვიეთ ეს თავს უკრაინელ ხალხსაც და რა თქმა უნდა რუსებსაც. და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ სატელეფონო დიალოგის შემდეგი კომენტარით.
საუბარი შედგა ის 2 საათზე მეთხანს გაგრძელდა. ის იყო ძალიან შინაარსიანი და საკმაოდ გულწრფელი და მთლიანობაში ჩემი აზრით ამ თვალსაზრისით საკმაოდ სასარგებლო. პირველ რიგში მე მადლობა გადაუხადე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რუსეთი შესთავაზებს და მზადაა იმუშაოს უკრაინულ მხარესთან მემორანდუმზე შესაძლო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ. რიგი პოზიციების განსაზღვრით. მაგალითად, როგორიც არის დარეგულირების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ასე შემდეგ. შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში გარკვეული დროით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის ჩათვლით. როდესაც რუსეთის ლიდერი საუბრობს, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია ვინმე არ დაეთანხმოს მას რაღაცაში, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეთანხმები თუ არ ეთანხმები, ის ყოველთვის გასაგებად საუბრობს. ის ბუნდოვნად და გაფანტულად არ ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმას, რაც სათქმელია, დაეთანხმება ვინმე თუ არ დაეთანხმება, ეს სხვა საკითხია. ახლა ისევ ტრამპს მიუბრუნდეთ ზოგიერთი საკითხის განმარტება. ტრამპმა ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან და უკრაინასთან ვაჭრობის კუთხით ურთიერთობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, რუსეთს სურს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა, როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება და ამას თავადაც ეთანხმება. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის პოტენციალი ულიმიტოა, ასევე თვლის, რომ უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის მხრივ ქვეყნის აღდგენის პროცესში. ძალიან კარგია ასე თუ იქნება, რა თქმა უნდა, თუ სამშვიდობო რელსებზე გადავა ეს ომის სიტუაცია, ეს უნდა იყოს მისაღები რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც და გარე სამყაროსთვისაც. ასე უნდა იყოს, მაგრამ იქნება ასე. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩამოაყალიბა კვეთრად, წყობრად, ზუსტად თუ რას ითხოვს ის იმისთვის, რომ მშვიდობა ჩამოვარდეს. Украинские войска должны быть полностью выведены из Донецкой, Луганской народных республик, Херсонской и Запорожской областей. Причем, обращаю внимание, именно со всей территории этих регионов в пределах их административных границ, которые существовали на момент их вхождения в Украину. Как только в Киеве заявят о том, что готовы к такому решению и начнут реальный вывод войск из этих регионов, а также официально уведомят об отказе от планов вступления в НАТО, с нашей стороны незамедлительно, буквально в ту же минуту, последует приказ прекратить огонь и начать переговоры. Раме არის გაუგებარი? მე მგონი არა. ყველაფერი გასაგებია. რამე სხვას მოელოდა ვინმე რუსეთისგან და რუსეთის ლიდერისგან? არა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელია, გონივრულია და მისაღები წინადადებაა მე რო კაცმა მკითხოს. მაგრამ როგორია მზაობა? არის მზად ამისთვის მეორე მხარე, თუნდაც ის, ვინც უკრაინის პრეზიდენტობას იბრალებს, ბატონი ზელენსკი. ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური ვალია, ჩვენი სამხედროების ვალია, არანაირი ულტიმატუმები. არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებია მემორანდუმში, რომლის შესახებაც ადრე განაცხადა პუტინმა. თუ რუსეთი პირობად აყენებს ჩვენი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწებიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება, რადგან მათ ზუსტად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს. კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას. შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ. კი, მაგრამ რისთვის? თუ კი არ მიიღებ იმას, რასაც თავაზობენ და რაც რეალურია, სხვა გამოსავალი არ არსებობს, ეს უნდა მიიღო. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მოლაპარაკებას აზრი ქონდეს და არა აქვს მნიშვნელობა ეს ვატიკანში იქნება, თურქეთში იქნება, შვეიცარიაში იქნება, თუ სადმე სხვაგან იქნება. მაგრამ ჩვენ ახლა ვნახეთ, როგორ მიებჯინა ერთმანეთს ორი პოზიცია. ერთის მხრივ ორი პოზიცია რუსეთისა, მეორეს მხრივ აბსოლუტურად გაუმართლებელი პოზიცია უკრაინის დე ფაქტო თვითმარქვია პრეზიდენტისა, ზელენსკისა
რომელიც როგორც ჩანს არ არის მზად ომის დასამთავრებლად, რომელიც როგორც ჩანს მზად არის იმისთვის, რომ გაგრძელდეს უკრაინელების ხოცვა ამ უბედურებაში, რასაც ომი და დაპირისპირება ქვია. ის არ არის მომართული იქითკენ, რომ საკითხები გადაწყდეს. ის მომართულია მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ გაგრძელდეს ომი, რაც ავტომატურად, როგორც მას წარმოუდგენია ყოველ შემთხვევაში, იწვევს მისი პრეზიდენტობის გაგრძელებას. აი ამ ავადმყოფი კაცის პრეზიდენტობას უნდა შეეწიროს უამრავი სიცოცხლე. იქით ამ მხრიდანაც და აქეთ ამ მხრიდანაც. აი ამაზე არის წამსვლელი სამწუხაროდ ეს კაცი. ახლა მინდა ერთი საინტერესო დეტალი შემოგთავაზოთ, არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საინტერესო ამ სატელეფონო დიალოგის შემდეგ. ტრამპმა ასეთი რამ გაუმხილა მთელ მსოფლიოს. Путин только что сказал, что моя жена пользуется уважением, и я спросила, как же я? Но им больше нравится Меланья. Не знаю, хорошо ли это, но я не против. ახლა მელანია ვის არ მოეწონება, მართლაც დიდებული მშვენიერი მეუღლე ყავს ამ კაცს, ღმერთმა ბედნიერად ამყოფონ ერთად, მაგრამ ეს ცოტა ესეთი იუმორნარევი პასაჟი გახდათ. დაუბრუნდეთ ისევ სერიოზულ თემებს, მე მინდა შემოგთავაზოთ ამერიკელი მეცნიერის ერთი ნათქვამი, ერთი პოზიცია, რომელიც ყველაფერ ამას რაღაცნაირად არა მარტო ეხმიანობა, არამედ კრავს კიდეც. რა პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ უფრო მტრული ზრახვა, ვიდრე სიკეთის მომდანი დოკუმენტი. მართალია საერთაშორისო გამოწვევების ფონზე საქართველოს მიმართ მიზანმიმართული შეტევის პოლიტიკური ასპექტები ხელის გულზე დებს, მაგრამ ამ ერთ საერთაშორისო გამოცემაში მოყვანილი ანალიზი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. როგორც სენატორმა რენდ პოლმა 27 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მეგობარი აქტი ვერ აღიქმება სხვაგვარად თუ არა როგორც პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ქართული ხალხის ინტერესების დაცვის მსხრევად ფასად სამოფარებული, ის ცდილობს დასაჯოს კანონიერად არჩეული ქართული მთავრობა იმ გეოპოლიტიკური კურსის არჩევისთვის, რომელიც მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საზოგადოების გარკვეული ფრაქციისთვის. ეს თავისთავად პრობლემურია იმ მარტივი მიზეზით, რომ დემოკრატიის დაცვის სახელით ხდება ჩარევა საქართველოს შიდა დემოკრატიულ პროცესში და შედეგებით მანიპულირება ისე, რომ ამან სარგებელი მოუტანოს ამერიკის შეერთებული შტატების აღქმულ ინტერესებს. მე მგონი მართალია ეს კაცი. ამის შესახებ მეც ვლაპარაკობ ძალიან დიდი ხანია, მართლაც 30-35 წელიწადია უკვე და სხვაებიც ლაპარაკობენ, მაგრამ ამერიკელი კაცის ნათქვამს სხვა ფასი აქვს, იმიტომ რომ ან დაზაგვავს ქართველებს შინაურ მღვდელსო შენდობა არა აქვს. ის იქიდან რომ გველაპარაკება ამერიკელი მეცნიერი პროფესორი იმას სხვა ფასი აქვს საქართველოში, ასე იყო აქამდე და ეთყობა მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამიტომ მოგახსენიეთ ამ კაცის ეს ნათქვამი და ბარემ რა კი მისი ეს ნათქვამი მოგახსენიეთ, მინდა გაგრძელების სახით კიდევ ერთი პასაჟი შემოგთავაზოთ. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს 2008 წელს რუსეთთან ომში ჩაერთო ჩრდილოეთის ორ გამოყოფილ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად და ეს ომი წააგო. დასავლური ძალების თხოვნით ამ კონფლიქტის ხელახალი გაღვივება თბილისისთვის ანალოგიურად დამაგრეველი იქნებოდა. საქართველოსგან ეკონომიკური თვითმკვლელობის ჩადენისა და რუსეთთან ახალი ომის რისკზე წასვლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასავლურ სანქციებთან და შეზღუდვების ტალღასთან შეჯახება იმთავითვე არ არის მიმზიდველი შეთავაზება. დასავლეთი ვერ სთავაზობს საქართველოს ვერაფერს იმ სირთულეებისა და დაუცველობის საპირწონედ, რასაც ქართველი ხალხისგან ევროატლანტიკური კურსის საფასურად ელის. 2008 წლის კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთმა არამც თუ არ უნდა იომოს, არამედ არც აპირებს, რომ საქართველოს გამო რუსეთთან იომოს. ესეც მე ვარ ამერიკელი კაცი, მეთქი გითხარით და აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს ეს კაცი, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და უკრაინიზაცია მოხდეს საქართველოს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს საშიშროება მოხსნილი არ არის. ამიტომ რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. მე გითხარით და სხვა გადაცემებიდანაც თქვენ ისით, რომ საქართველოში დაიწყო ხელის მოწერები. ხელის მოწერები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმ ნაწილმა, რომელიც ხელს მოაწერს ამ განცხადებას, ამ მიმართვას, საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ დაიწყოს დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. არა გაშუალებული,
არა ვინმეს მონაწილეობით, არამედ პირდაპირი დიალოგი. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, ამ ჯგუფში შედიან ბატონი მამუკა ფიფია, ბატონი ფრიდონ ინჯია, ბატონი მიხეილ ჟღენტი, ბატონი თემურ ფიფია, მეც გახლავართ ამ საინიციატივო ჯგუფში და მე მგონი რომ ეს აუცილებელია, ეს გასაკეთებელია. იმიტომ რომ სულ ცოტა ხანში, სულ მალე შესაძლებელია აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ. მოულოდნელობებით არის დამძიმებული და დატვირთული ჩვენი ყოველდღიური რეალობა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავადგმევინოთ ჩვენს მთავრობას. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ამას მოვახერხებთ, უნდა უბიძგოთ აქეთკენ, უნდა მოუწოდოთ აქეთკენ და ეს ხელისმოწერები უნდა შეგროვდეს, რაც მეტი, მით უკეთესი. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ რაღაც გარკვეული ინსტრუქცია, ელექტრონულად ხდება ეს ხელისმოწერები, გარკვეული ინსტრუქცია, რომელიც სულაც არ არის ძნელი გადაწყვეტილების მიღება, თორემ ტექნიკურად ამის შესრულება, რა თქმა უნდა, ძნელი არ არის. ყველა პატრიოტმა, ყველა მოყვარულმა საკუთარი ქვეყნისა, ყველა ერთგულმა საკუთარი ქვეყნისა ამ მიმართვას ხელი უნდა მოაწეროს და აი ახლა შემოგთავაზებთ თუ როგორ ხდება ეს ტექნიკურად. უმარტივესი პროცედურაა, ეს აპლიკაცია არის გადმოსაწერი და შემდეგ როგორც ისარმა გვიჩვენა, რამდენიმე ოპერაცია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ხელისმოწერა დაფიქსირდეს. სულ ეს არის, როგორც გითხარით, ეს არის აუცილებელი, ეს არის გასაკეთებელი, ეს არის საქართველოს გადარჩენისა და ხსნის გზა. მე ხაზგასმით ვამბობ საქართველოს გადარჩენისა და ხსნის გზა, იმიტომ რომ არსებობს კიდევ რაღაც განსხვავებული გზა, ჩვენ 30 წელი ამ მიმართულებით ვიარეთ და ახლა მინდა შეცდომა რას ნიშნავს, შეცდომაში შესული თუნდაც სასულიერო პირი რას ნიშნავს. აი ამის ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ. ევროპა და ევროპული ცივილიზაცია საუკეთესო ადგილია ქრისტიანობისთვისაც. აი გვინმე გვიშლის ჩვენ ხალხს ქრისტიანობაში? აი 24 წელიწადია ასეკლეს ვინმე როდისმე ხელი შეუშლია რომ ვინმე თავრობიდან ხომ არ შეუშლია ან საზოგადოება თავისუფალი საზოგადოება ასეთი ძვირფასი რამეა რომ შენ გინდა ხალხმოები ცხოვრება იცხოვრე არავინ არ გიშლის ხელს ეს მინდა ეს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და არავინ არასდროს არ უნდა მიგვითითოს რომ ამის საუბარი შეგიძლიათ ამის საუბარი არ შეგიძლიათ მამული ენა და სარწმუნოებას ჩვენ ახალგაზრდებმა დაუმატეს კიდევ ერთი რა ერთობა. ერთობასაც ვინ გვართმევდა ყოველთვის ქართველებს? ვინ თესავდა 1000 სიბინძურეს, 1000 ტყუილს, 1000 ბინძურ პროპაგანდას, რომ ჩვენი ერთობა გაეღლიჩა? ვინ იყო? დასავლეთი, ნუ თუ? ხო ჩვენ ხო ვიცით ვინ თესავდა ამას? მე ერთობის დამაზიანებელ შხამს ვინ თესავდა? აი ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც ბოლო წლის მანძილზე. ამიტომ ცოტა გონება უნდა გამოაფხიზლოს ქართველმა ყველამ და მიხვდეს სად არიან მეგობრები და სად არიან წრეები ჩვენი ქვეყნის. ვიდრე სხვისი გონების გამოფხიზლება შეუდგებოდა, საკუთარი გონება უნდა გამოაფხიზლო ჯერ, როდესაც მართლმადიდებელი მღვდელი, სასულიერო პირი ევროპისკენ მიილტვის და რუსეთს მტრად აცხადებს, აქ მთლად ფხიზელ გონებასთან არ უნდა გქონდეს საქმე. ეს რთული პოზიციაა, როდესაც ამასაკის კაცი იმას ვერ ამჩნევს, თუ რა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა გამოცხადებული მართლმადიდებლობასთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ვინ გიშლითო? როგორც გინდა ისე ილოცეთო, სადაც გინდა ისე ილოცეთო, თავისუფლები იყავითო, ვერ ხედავს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჯვაროსნულ დავარქმევდი ლაშქრობას დასავლეთისას. ამას ვერ ხედავს სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ გონება გავანთავისუფლოთ პროპაგანდისტული ეფექტებისგან, პროპაგანდისტული სიბინძურეებისგან. და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს დიდებულ ისტორიას
და არანაკლებ იმედია დიდებულ მომავალს შეეფერება. ამიტომ მე ისევ გავიმეორებ იმ რიტუალს, რასაც ქვია სანთლის დანთება ამ გადაცემის დამთავრების შემდეგ, იმიტომ რომ ეს გზა, მართლმადიდებლობის გზა არის ის მიმართულება, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სიტყვას, უნდა იხსნას საქართველო, უნდა გადაარჩინოს საქართველო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ გადასარჩენია, იმიტომ რომ ბევრი წინააღმდეგობა ხდება, ბევრი პრობლემაა დაგროვილი და ეს პრობლემები, ეს წინააღმდეგობები რომ დაიძლიოს, ამისთვის ჩვენი ისტორიული კუთვნილი გამოცდილი ადგილი უნდა დავიკავოთ. პირველ რიგში მართლმადიდებლობაა ის, რაც არის გზის მანათობელი ქართველი ხალხისთვის, ასე იყო და ასე დარჩება. მართლმადიდებლობისკენ, სინათლისკენ, ზნეობისკენ ისე უნდა ვისწრაფოდეთ, როგორც ეს ანგელოზი ადის მისთვის ამ რთულ კიბეებს და მიისწრაფვის იქეთკენ, რასაც ზნეობა, რასაც სინათლე და რასაც სიწმინდე ქვია. აი ეს არის ყველაფერი ის, რაც დღეს თქვენთვის მინდოდა მეთქვა. ამით დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე, სადაც ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.